მიდიხარ თუ მოხვედი, ბაბუ? არ ღალატობ არა ძველ რეჟიმს, ბაბუ. მე არ ღალატობ, მაგრამ შენ? რამე? რა შენ? გადახვედი ამათ ყაიდაზე? ვის ყაიდაზე? შენ ძალიან კარგად იცი. ღამის თენება, ბოჰემური ცხოვრება, სასმელი, ქალები. კარგი რა, ბოჰემა, ბაბუ, კარგი რა. სირაზმეტები. საქმეს დროზე მიხედე. საქმე მერე თვითონ დაალაგებს ყველაფერს. მეგობრობას, დროსტარებას, ხალებსაც. რა შეაცივდი ამ ხალებს, რომელი კაზანოვა მე ვარ? კაცი. დილით ადრე. გადაღლილი. თან ფხიზელი. ესე იგი ის ან ქალთან იყო, ან თამაშობდა. ეხლა დიდი მოთამაშე შენ არა ხარ. დურაჩკა ვერ გასწავლე ბავშვობაში. ესე იგი ორს გამოვაკლოთ ერთი. რა დარჩა? მაგარი ხარ როგორც ყოველთვის. მე მაგარი კი არა ვარ. ბებერი ვარ უკვე. და ბევრი შეცდომები დამიშვია ცხოვრებაში. ძალიან გამოცდილი ვარ შვილო, ძალიან. შენ სანამ რამახელს გადაწყვეტ, კარგად დაფიქრდ. შენ მარტო არა ხარ. შენს უკვე ხალხია. იმათ არა წვეი. სადი ახლა. გამოიძინე. ართალი ხარ. თხილად ბაბუ, თხილად. დაბრუნდი როგორც იქნა? მთელი ღამე გავათენე. მობილურიც გამორთული გაქვს? დამიჯდა ტელეფონი. ხონდა გირეკი დამაგვიანდება მეთქი. ხო, მაგრამ როდის იყო ეგ? კარგი, ვაპატე. შოთა როგორ არის? უკეთ. მე საერთოდ მეგონა რომ სამავთყოფოში აბრუნდი. აღაზი კონდა ასმას. აბა სად იყავი? მეგობრებთან ვიყავი. თემოც იყო? მერე? მე აფერი. ბარში შევეცო და დავლიე. ლაპარაკ შევყავით უბრალოდ. მე ვარ შეიძლება? როგორ არა? შეიძლება. შენ მე მგონი ბავში გონი ვარ ის, ხო? იცი რა, მე არაფერი არ მგონია. ადი ახლა დაწექი დაიძინე. და საერთოდ მანამდე სარკეში ჩაიხედა ერთი რას გავხარ. კარგი, მაპატიე თუ განერვიულე. კარდიოლოგიის ინსტიტუტში, მაგრამ არა მოვიდე შეგიშვა. მე მაინც ვეცდები რომ ვინახულო თუ ვერ ნახე, ჩემგან მოკითხვა გადაეცი. აუცილებლად. ბატონო გოგო. შეიძლება თქვენთან? შეიძლება. დაჟე. რა ხდება არჩი? აი ეს გუშინდელი შეხვედრა ბატონობად. როგორ გახვედი? ნარუშკა დავაყენე. მე ამის შესახებ გითხარით კიდეც.
გემითხარი. ზურა დანილეზე მითხარი. ლანაზე არ მithქვავს. მაგათი ბატონო კოტე, მაგრამ ლანაზე რომ მეთქვა მე უფლებას არ მომცემდით და. არა? ლანაზე უფლებას არ მოგცემთ. მე რაღაც ეჭვი გამიჩნდა, ბატონო კოტე, ამიტომაც ლანაზეც დავაწესე. არა, ისე მარტო ზურაზეც რო ყოფილიყო, მაინც ნახავდნენ ერთად. მაგრამ აი ახლა ორივე ცალ-ცალკე მომიტანა ეს ფოტოები. ლანა. ბატონო კოტე, ნარუშკამ ხმა ვერ ჩაწერა. მაგიდასთან ვერ მივიდნენ. მიმართული მიკროფონები მაგათ არ აქვს და ფულს თუ გადაიხდით, იქნება ოღონდ ბევრის დამატება მოგვიწევს. პრასლუშკას ვერ დავაყენებთ. კანონია. მაგრამ თუ საქმე გართულდა, მაგასაც მოვახერხებ. მაგრამ ბატონო კოტე, შეიძლება ეს სურათები თავისთავად ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ მაინც. კარგი. გასაგებია. ისე დროს ტყუილად არ გარგავში. მეც არ გარგავ იმპულს, რომელსაც შენ გიხდე. ისე მართალი რომ გითხრა, ადრე ცოტა ეჭვება არებოდა შენს. ბატონო კოტე, მაგრამ ეხლა ხვდები რომ ვცდებოდე. კარგი, შეგიძლია წახვიდე ერთში. ნახვამდის, ბატონო კოტე. სათხარ. რომ ხალ მაშინაში მოვიჩენთ. მოკლედ ელენიკო, გადაწყვიტე არა, ცილდები ხო ბოლოს და ბოლოს გიგას. მოკლედ საშ, შენი გაუგებარი არაფერი რჩება. ისიც იცი რა ჯერ მეც არ ვიცი. მამა, ხო არ დაგავიწყდა ქალო, ეხლა პროსტა ვისთან გაქვს საქმე? ჩემს გარეშე, საში, პროსტა ვერც ერთი ლასტეჩკა ვერ გაიფრენს. და თბილისში ბიზმინია, პროსტა არც ერთი საქმე არ წყდება. ჭორებს ნაკლებად უსმინე, საშა. დამიჯერე. არა, ესე იგი ჭორია ეს ყველაფერი? ელენიკო, პროსტა გეხვეწები რა. აი პროსტა გემუდარები, აი პროსტა ძალიან გთხოვ რა, აი მითხარი ეხლა. ნუ მახვეწნინებ. ქალო, პროსტა ის პირველი ხუსტ მინდა გავიგო. Много будет знать. Рано состаришься, Саш. აუ, вообще რა ცუდი გოგო ხარ შენ. ქალო, вообще რეებს მაკადრებ ეხლა. როგორც ვამჩნევ, შენი საშიკო პროსტა საერთოდ არ გიყვარს, вообще პატივს არ სცემ. Baime. Mama! ჩემი სიყვარული მოსულა. ჩემი პრინცესა, პროსტა ამას ვისხედავს ჩემი თვალები. შეგუჭრის ჩემს საშიკოს. მა. როგორ ხარ საშა? პროსტა რა ვიცი, ქალო, პროსტა რაღაცა ვერ ვიყავი კარგად. ეხლა გენიალურად ვარ. იცი რატო? იმიტომ რომ შენ გხედავს ჩემი თვალები. ჩემი სიყვარული, ჩემი ბაჭია. სკუპ-სკუპით რომ მოვიდა, პროსტა შეხედეთ რა. კარგი რა საშა, მიმოწითლები. აი ესეთი იყო ყოველთვის. სკრომიცა. Зетства я её знаю. Просто салонში ხო ვერ შემოათრევდი, შანსი არ იყო. ეხლა კიდე შეხედე სამა პრიშლა. ჩემი სიცოცხლე და ჩემი სიყვარული. ხო მართლა გოგოებო, девочки, ეხლა просто გაიცანით მიდი ერთმანეთი. ეს ლენაჩკა. Моя ближайшая подруга. Леночка, ეს კიდე მარიშკა. ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვისაც.
აი რა შრება мама სიყვარული. Представляешь? დაგჭირდი ქალბატონო არა? დამჭირდი საშ, დამჭირდი. აიმე. ახლა ისე უნდა გაგპრანჭო. ისე უნდა გაგალამაზო. მეტი რაღა უნდა გაალამაზო. აიმე ლენაჩკა, просто რა უხერი ხარ ქალო, просто რა ენა გაქვს შეოხერო. ეს ჯერ კიდე вообще შოთამდე ელისომ გაალამაზეს. просто როცა თავის დრო იყო. ჩემი სიყვარული, ჩემი პრინცესა. мама, ეხლა просто მითხარი შენ პრინცი როგორ ყავს? კარგად. ეხლა სვაჯბა როდის არის? მალე საშ, ძალიან მალე. მალე? აუ просто ხავტირდები. აი უკვე ტირი ვარ. კაკეთ ტროგაცელნა. აუ მიდი ეხლა вообще შენ ჯულის ეჭორავე. მე ამას მივხედავ და მე შენ მოგხედავ. კარგი. ლენაჩკა. იცი რა ბიჭია მაგის პრინცი. просто შენ კარგად არიცნობ, თორე აი გაგიჟდები. ასეთი გოგოა და საუკეთესო სიმსახურებს. Ау, не говори кало. Просто прекрасная девочка. Იცი რა დუშკა, შენ კიდე просто კარგად არიცნობ. მართლა კარგი გოგოა. აბა რა.
წავიდა? ხო, გოგო, წავიდა. პროსტა ჩემს მაგივრად გამოემშვიდობეო მთხოვა. რა კარგი გოგოა რა. მაგრამ რაღაც ცოტა სევდიანი მომეჩვენა. მარუშკა, სევდიანი იქნება, აბარა. Вообще მაგან იმდენი ტრაგედიები გადაიტანა თავის პირად ცხოვრებაში. რა გადაიტანა? Просто მეტყვი. ძალიან უბედური გოგოა ეგ. მამამისი вообще სამხედრო იყო. დედამისი, ანუ მაგისი ცოლი, вообще უკრაინიდან ჩამოიყვანეს. მთელი ბავშვობა, მარუშკა. Просто მთელი ბავშვობა გარნიზონებში გაატარა. მამამის ხანსად გადააგდებდნენ, ხანსად გადააგდებდნენ. ბოლოს вообще ასტავკაში რომ გავიდა, ეგენი თბილისში გადმოსახლდნენ. Просто იცისად, просто ძალიან შორია. მერვე პოლკში, წარმოგიდგენია, ერთი ციცქნა ხრუშოვკა ჰქონდათ. ეს მამამისი просто არც მანამდე არ იყლებდა, вообще ბრაძი აგობდა. მერე вообще საერთოდ აუშვა, დედამისი კიდე მიდი, არ უკან პაშლა. მარუშკა, просто ამ ამბავს რომ იყვებოდა, აი კეფიცები просто ცრემლებს ვერ ვიკავებდი რა, აი კინახული გამისკდა. მერე საში, მერე რა მოხდა? მერე вообще რაღა უნდა მომხდარიყო, ქალო, პაშლაი პაიეხალა. მაგას вообще ერთი მოხუცი ბებია ყავდა. ის უბედურიც რაღაცა უბოშიცაც მუშაობდა იმაში მაღაზიაში. ადგა გოგო და вообще ბებოსთან გადავიდა საცხოვრებლად, просто რა ექნა ეხლა. მარუშკა, 13 წლიდან ბებია მისი ზრდით. კიდევ კარგი, იმათ მაინც დააღწია თავი. აბა გოგო, ნამდვილი ტრიტონი იყო. იზრდებოდა გოგო იტალიურ ეზოში просто თავისთვის. მარუშკა, შენ ხო ჩემი გჯერა და просто ხო პატივს მიცემ აღიარებ ხო? აი, გეფიცები, ესეთი მაგარი გოგო, просто თელს უბანში არ დადიოდა. როგორ არ მჯერა, ახლაც არაჩვეულებრივი გოგოა. უამრავი პაკლონიკები ყავდა. ბიჭები вообще მაგის გულისათვის მარუშკა, აი просто სულ ვენებს ითხრიშავდნენ, მაგრამ რა თქმა просто ბელენეზიანა თქვა. იოგრასად გაპაგუბრილა. რატო საში? ერთი ბიჭი გადაეკიდა, ვაიმე просто მაგან არ გაიხარეს, ეგ დამახლეს ჩილა. ესე იგი სიცოცხლეს უმწარებდა вообще, ხო вообще არავის არ აკარებდა. ყველა პაკლონიკები ჩამოაშორა. გახდა თუ არა 17-ის, მოიტაცა და სახლში დაისვა. Просто бедная девочка, რა, აი ვის ხელში ჩავარდა, რომ იცოდე просто გაგიჟდები. რატო ცუდი ქმარი ყავს? იმიტომ что ცუდი ქალო, просто არ უყვარდა. ვიგა ახალაძე შენ, არიცი არ გაგიგონია? თუმცა შენ საიდან უნდა იცოდე, мама? Это вообще не твой круг. მოკლედ, არის ქალაქში ერთი მაგარი знаменитый ტიპი, საცია. ადრე მაგან რაღაცა ბიზნესი გაათეთრა, თუ გამოათეთრა, ეხლა точно не помню, вообще მეხიც მაგის ბიზნეს დაეცეს. ეხლა რაღაცა დეტექტიური სააგენტო თუ რაღაცა დაცვის სამსახური, რაღაცა ამ სიტუაციაში მუშაობს. ანუ გიგა სწორედ მაგცაციას შვილია. არა просто ხო წარმოგიდგენია, ეხლა თვითონაც რამასტი იქნება. აი ესე ქალო პრიამა კაკ ოტელო, აი ესე მოვა დაგახჩობს. არა просто მარუშკა წარმოიდგინე ეხლა როგორია რა. вообще რო არ ელოდები და просто ვიღაც უკნიდან მოგეპარება და მოგხუთავს. ხო გული გამისკდა ქალო, просто ჩემგან შორს ეგეთი ადამიანები. ხო და ეს ჩვენი პრინცესა ელიჩკა აი ესე ჩაალპო სახლში вообще არავის არ აკარებდა საერთოდ და აღმოჩნდა რომ ჩვენი ლენიჩკა ოქროს გალიაში მოვიდა. კი, მაგრამ ახლა ანანა ვონო ვირვალეს. როგორ დაიე გიგა вообще ციხეში ჩასვეს და ეგრეც მოუხდება მაგას. ციხეში? არა ეხლა რამე просто კრიმინალი და რამე კი არ გააკეთა. არა მარუშკა просто რაღაცა ნეპრიატნი სიტუაციაში მოხდა. იტო იჩხუბა, იტო ვიღაცა ცემა. მოკლედ ზუსტად არ მახსოვს, мама, и точно не помню. ამას ოდაში просто ლენიჩკამაც იშუსტრა და ეხლა просто გიგასთან გაშორებას აპირებს. მარუშკა, ты много не знаешь, мама. საცია მაგას просто ეგრე იოლად არ მოეშვება. უშენ вообще ერთმა კლიენტკამ მითხრა. საციას დაცვა მიუჩენია მაგისტრის და просто სულ უკან დაზდევენ. აი вообще სულ აკონტროლებენ. რაიმე, როგორ შემეცოდა?
უმეტყვირა მარუშკა გეფიცები, აი გეფიცები, მაგის საწოდაობით ვიცი, სულ ძვლები მეწება. არა და როგორ მომეწონა? ყველაფერი კარგად იქნება. აი ნახა. აუცილებლად გაუმართლებს. არ შეიძლება არ გაუმართლოს, რა დააშავა? ვენა, მარუშკა. просто რა საყვარელი ხარ, გოგო, ჩემო სიცოცხლე. როგორი ჩვეუგულა ყოფილხარ, ქალო ვაფშე ჩემსარით. Ты настоящий ангел, мама, ჩემი სიყვარული, ჩემი ოცნება. И кто же этот счастливчик? Рядом дагагуяда, Настя. Потому что в этой стране идиотов пруд-пруди. Винга габраза, Настенька. Кокин состав меня совсем с ума свел. Они такие тупые, что вообще ничего не поняли. Представляешь, они хотели сорвать Эвин, но я сделала так, что Эвин состоится. Магарим кавхар, Настя. Халхиз дакерва каргат гамагрис. А чему ты так радуешься? Неужели твой муж дал согласие на развод? Аси адвилат არ დამთახდებია. Цацია სულ მithვალთვალებს. Вот достали. Оставили бы они тебя уже в покое. И все-таки кто он? Скажи, я же твоя подруга. Эрти ჩემი ნაცნობია. Знакомы? Хорошо. А он симпатичный? Диах. А деньги у него есть? არ ვიცი, Настя, დამანებია. Давай, подруга, давай. Ну сколько можно ждать этого глупого гигу? Сколько? ნახოთ, Настя, ნახოთ. სხვა რა შვები, ნიკოლაევიჩ, როგორ ხარ? შემოხედო ერთი ვაღადაებ, შენურად გამოიყურები ჩემო საყვარელო კაცო რა არის. ისე თქვენ რა გითხარით, მე კარგად გამოვიყურებოთ, ისე როგორ მომაგენით აქ თქვენ ყურუმსარი. კაცი ვერ დაგემალებათ ვერსად. პირველი ხმა რა უყავით ბიჭო? ხო, პირველი ხმა აგარაგზია. ისე რომ გაიგოს გადაირევა. ისე თუ დამალვაგინოთ ესე კაცო. რაღაც სამოთყოფაში გვემალებით. ნატალია. თვითო ვერ ხედავა ამის თუ კამატორმა და შემაგდეს კაპიტალკასა. კაი რა, ნიკოლაევიჩ, კაი რა. კაი რა. ბიჭო, ეხა ჩვენებურად ჩაუსხდებით და ყველაფერი კარგად იქნება. მე განაღვინომ დამათრო მე შენ მწყუროდი ლამაზო დამათრო შენ მაღინილმა და სიყვარული დამავასო. ჩემ განაცვალე, ნიკოლაევიჩ, დილამდე მიდის კეიფი. წამალია ახლა ეს შენთვის. აბა. აი როზო, მინდა როგორ არ მინდა, მაგრამ არ შეიძლება ეს ოხერია ქიმა რომ ნახოს მომკლავს. გამარჯობათ ბატონებო. გამარჯობათ. ეკიმო, გავატანეთ ეს კაცი. ცოტა ხანი გვაცალეთ, წყობში ჩავაყენებთ, მოუვლით და ძალიან მალე დაგიბრუნდებათ მეგობარი. ბატონო დარიო, თქვენ ვერ წარმოედგენთ ეხლა რაც სულ დღესში ვერ და როგორ მწვენე ამ ბიჭების ასეთ უსასო მდგომარეობაში რომ ხედავი. კაი რა, ნიკოლაევიჩ, კაი რა, ნამუსი არა გაკაცო. შენ ახარ ცოტა ხნით პერიოდზე გამოსული. მერე გამოჯამთელდები და ერთად შეუბერავ ძმაო რა. ბევრმა წონამ გაზარმაცება იცის. გელოდებით მოუთმელად. ბატონებო, ეხა გთხოვთ რომ პატივცემული შოთა დავტოვოთ, იმიტომ რომ მოეხმაროთ რომ მალე ჩადგეს წყობში. კი ბატონო. ნიკოლაევიჩ, ხო ისი შენ რო არ ახარ, ჩვენთან ერთად ღვთა გვაქვს, ბიჭო, მოდეხილი და წამოდეხი და გაუბეროთ და რაღაცა და აბაო. რეზო. მე განაღვინომ დამათრო მე შენ მწყუროდი ლამაზო. გენაცვალე, ნიკოლაევიჩ, აბა შენ. გაიხარეთ. აბა, კარგად ზამბე.
რისთვის მომიყვანე აქ რა იყო ამისთანა სამსახურში ვერ მეტყოდი? შენ აქ რო შემოხვედე შემთხვევით დეჟავიუს შეტევა ხომ არ დაგემართა? რა დეჟავიუ? აი თითქოს ეს ყველაფერი ერთხელ უკვე იყო. თანაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ. ესე იგი ამ ვირიშულმა სიმართლე მითხრა. ეგ რომელმა ვირიშულმა? აი ამან. რა გითხრა? კოტეს ყველაფერს ვეთქვიო. რაში დაჭირდა ვერ ხვდები. ეგ სულ სხვა ვირიშულმა მოახერხა. მართლა? რომელმა? არჩილმა. აი მაგას რაღა უნდა კიდე. მაგას კი არა. შენ რა გინდოდა ზურასთან მიხსენი? საქმე მქონდა. რას მელაპარაკები? რა საქმე მქონდა? ოხ, დაგაინტერესა, მქონდა რა. ესე იგი, ოღონდ კოტეს წინააღმდეგი იყოს და სულ ერთია ვის შეეკრები, არა? თუნდაც, მერე რა. ზურა ჩვენ ჩაძირვაზე მუშაობს. იმუშაობს მერე. მომისმინე. მე ამ ბიზნესის ჩაძირვა კი არ მინდა. იმიტომ რომ ესე აწყობილი და დალაგებული ავიღო ხელში. მე ავიღო და გავაგრძელო, გაიგე? გავიგე. ოდა რო გაიგე. შენ ხო არ გავიწყდება კოტე ვინ არის? არ გახსოვს რა ვალკა დავიეო. შენ გონია დაბერდა? შენ შუაზე გაჩეხვას ყოველთვის მოახერხებს. ნუ მაშინებ რა. მოკლედ მომისმინე რა. კოტეს უთხარი, რომ ზურასთან მე მიგაგზავნე. ეს რომ იცოდე. ხო, კარგი მეცოდინება. კოტე უნდა ვნახო. დაანებე თავი რა უნდა ნახო? საქმე მაქვს და კოტე უნდა ვნახო თქო. კიდევ რამე ხომ არ გინდოდა საყვარელო. იცი აქ მოსვლამდე არაფერი. მაგრამ ახლა მინდა კარგად დაიმახსოვრე. ეს ბიზნესი ჩემია. ჩემი. და ვინც მის წართმევას ან ჩაძირვას შეეცდება, გავანადგურებ. ყველას გავანადგურებ. ხო, ლევან. ხო, რა ვიცი, არ ამეშავ. შენ როგორ ხარ? ხო. გავიგებ და ახლავე დაგირეკავ. კარგი. რა უნდა? ელენეს ტელეფონი მთხოვა. კარგია. ძალიან.